შეკრება მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევის საფუძველზე დაკავებული პირების ადმინისტრაციული საქმის განხილვებით თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. დღეს სასამართლომ უკვე განიხილა აქციის 4 მონაწილის საქმე, მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო გზის გადაკეტვას ედავებოდა. სასამართლომ ანუკი გამსახურდია ბექა აგულაშვილი და ვაჟა ბერიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამღვევად სცნო. მათ სხვადასხვა რაოდენობის დღით პატიმრობა შეუფარდა. სამოქალაქო აქტივისტის რუსკამ ჭედლიძის სხდომა კი მოსამართლის გადაწყვეტილებით 19 ნოემბრამდე გადაიდო. ვაჟა ბერიშვილს ვიცავდი, აღნიშნული პიროვნება არის პენსიონერი 70 წლის პიროვნება, რომელსაც ერთი დღე მიუსაჯა და 10 საათს რო დააკლდება 15 წუთი, იგი დატოვებს იზოლატორს დღეს და მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ იგი წუხდა მის სამსახურზე. არის დაცვის სამსახურში, ერთ-ერთი დაცვის კომპანიაში მუშაობს და წუხდა ხვალროს სმენა აქვს, რა გააკეთოს თუ დააპატიმრებენ, იქ ხო სმენა გაუცდება და ამაზე წუხდა ძალიან. დასრულდა საქმის განხილვა, ადმინისტრაციული სამართალდამღვევის განხილვა ანა გამსახურდიას მიმართ. მოწინააღმდეგე მხარე მოითხოვა მაქსიმალური სასჯელი, ანუ 15 დღის ვადით თავისუფლების საკვეთა, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და 2 დღის ვადით თავისუფლების საკვეთა დააკისრა, ანუ დღეს დაახლოებით 10 საათზე მას ეწურება ეს დაკისრებული სასჯელი.